კაი, დავიჯერო არც ერთ ჩემ გამომწერს არ გიფიქრიათ. სად არის ლინაკო, რას აკეთებს თავის სახლში, რა ეტაპზეა ლინაკოს სახლი ან სად არის YouTube-ის ეპიზოდიო. ხო და ერთს მაინც თუ გიფიქრიათ, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი სახლის ეპიზოდებში. ეს არის რომელიღაცა ეპიზოდი, სადაც ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩემს სახლში მოვიტანოთ ახალი სამზარეულო, უნდა ავაწყოთ დიზაინი, უნდა დავამზადოთ, უნდა შევხუთოთ, უნდა მოვიტანოთ ჩემს სახლში, შემდეგ უნდა ავაწყოთ და ვიზრუნოთ სხვა მსგავს დეტალებზე. ამიტომ გემრიელად მოკალათ დიდი დღეს ბევრ ადგილას წაგიყვანთ, ბევრ რაღაცასაც ვისწავლით, ბევრ ადამიანსაც გაგაცნობთ და სულ ბოლოს გაჩვენებთ დასრულებულ შედეგს, იმიტომ რომ ახლა სხვენში ვარ, ქვევით სამზარეულო არის და ერთი სული მოქვს, როდის მივახედებ კამერას, რომ გაჩვენოთ რა სილამაზე გამოვიდა. სანამ ლინაკო სამზარეულოს სიმშვიდეს აწყობს, მე მოვედი დორემის შოურუმში, სადაც მათ მიერ დამზადებულ კარებს გაჩვენებთ, იმიტომ რომ კარი ჩვენს დაგჭირდება და აქედან გადავინაცვლებთ იმ ადგილას, სადაც ჩემი სამზარეულოს ჩემით აწყობას შევძლებ. რა თქმა უნდა, პროფესიონალების დახმარებით. აი, ულამაზესია და რომ არ დაგვავიწყდეს, აქვე ჩემს სამზარეულოზე თავიდან ბოლომდე იზრუნა დორემის გუნდმა, რომელიც არ ვიცი რა, სუპერ პროფესიონალი არის ყველაფერში, რასაც აკეთებენ. პროფესიონალებზე მეტი არიან, იმიტომ რომ აი ისეთი დეტალები აქვთ გათვალისწინებული, რომ არ ვიცი, ხელები ამიწევია. ცოტა მერი ამიწევია. ასე გამოიყურება დორემის ჯგუფის მიერ დამზადებული ერთ-ერთი სამზარეულო, მაგრამ ბევრად მეტის და სხვადასხვანაირი დიზაინის დამზადება შეუძლიათ. მაგალითად ისეთის, როგორც გადავწყვიტე მე. ჩემი სამზარეულოს ნახაზი გააკეთა გიგამ და ეხლა გვაჩვენებს, როგორ გამოიყურება საბოლოო ვერსია. რამდენი ხანი დაგჭირდა? მოგწონს ჩემი სამზარეულო? რა არ მოგწონს ჩემს სამზარეულოში? ფერი? ფერი კაია, კი. მასალა. ერთი პატარა სურპრიზი გვაქვს იქ დაჭერ დეტანებზე. რაღაცა აწერია ისეთი. მართლა? კაი, მიდი გახსენი მალე და წავედით მალე. ვა, ეს უწერია ლინო 21. ეს არის ჩემი სამზარეულო. ეს ხო ინდა როგორ გადმოვხდა. ხო, აი, აქედან როგორ გადმოიხდა. რამდენი ხანი დაგჭირდა ამის გასაკეთებლად დაახლოებით? ნუ ეს 1 საათი საქმე იყო დაახლოებით. თვითონ ეს სკეჩი და თვითონ კონსტრუქცია ნახაზი ახლა აქ უკვე სხვა თემაა რა. თენი აზრით მოვასწრებ სამზარეულოს ოთახის მომზადებას ამ ყველაფრის მოტანამდე? კი. უნდა მოვასწრებ. ფუნქციები კარგად გადანაწილდა რა. გამოიღე რაღაც კერძი მოსამზადებმად, დაამუშავე. თუ რამე რაღაცა თუ მომზადე აქ სარიცხის საშუალება გაქვს და აქ უკვე შენ მეგობრებს გადმოუწყე რა. საოცარი სამზარეულო. კომენტარს ვერ ვაკეთებ, საოცარია მართლა ხო? შენ არ იქნები მონტაჟი. ზუსტად ის არის, რაც შენ გინდა და რაც მანახე რეფერენსი, აი ძალიან იმაზე მაგარია. ხო მაჩვენე შენ და ზუსტად ეგა. მე გაჩვენებთ ახლა როგორი ვანახე გიგას და როგორი გამოიყვანა. ყველაფერი არის იდეალურად გიგამ თქვა რომ თავარია ელექტრობა გქონდეს გაყვანილიო, თავარია კედლები იყოს მოწესრიგებულიო, ზედა ნაწილი იყოს მოწესრიგებულიო, ჯერ არ არის მოწესრიგებული, მაგრამ მუშაობ მაგაზე. ყველაფერი იქნება. ყველაფერი იქნება. Jaybird singing something about the way things used to be. Now I'm dancing on a wire like a cheap paper tiger, strumming on a heartstring stereo to a song that no one knows, and it goes like this. Hey, hey, yeah, said it goes like this. Say la vie, oh don't ask me, 'cause it goes like this. Yeah. როდესაც ვამბობ, ნებისმიერი ფერის ავეჯის დამზადება შეუძლიათ, მე მართალ გულისხმობ, რომ ნებისმიერი ფერის ავეჯის დამზადება შეუძლიათ და აქედან ზუსტად იმ სივრცეში წავალ, სადაც შევღებავ მასალას, რომლითაც დიდი ალბათობით თქვენს ავეჯს დაამზადებენ. როგორ კარგად შევღებავ, ხო? ერთი სული მაქვს, როდის იქნება ჩემს სახლში სამზარეულო, რომ დილით ესე გამოვიღო ტარხუნა, ტყემალი, ხორცი და ჩაკაფული გავაკეთო ხოლმე. ცოტა ხანი დავივიწყოთ სამზარეულო, კარი უნდა დავთვალიეროთ, იმიტომ რომ ჩემს ბნელ ოთახს ჯერ კიდევ არ აქვს კარი და დორემის შეუძლია ნებისმიერი დიზაინის, ზომის, ფერის კარის დამზადება. რომელი კარი მიხდება ყველაზე მეტად? In the moment. ნებეს. ეს მგონი ჩემს სამზარეულოს ფერი.
ჩემს სახში იასამისფერი არაფერი არ არის საერთოდ. აქვე სხვადასხვა შუშა, რომელიც ისმევა კარში, მაგალითად ეს არის მატი. და ცოტა განსხვავებული ზედაპირის მქონე შუშებიც. მე არაფერი არ გამიკეთებია, ეს კარი 1221 ლარი ღირს. ერთი პატარა სურპრიზი გვაქვს იქ დაჭრილ დეტალებზე. რაღაცა აწერია ისე. მართლა? 22 აწერია. Well, if you need a hand to carry a load, I'm here to let you know you can put that on me. When that old hurricane is starting to blow, you always got a home where you can come. დიახ, ლინაკო, ახლა ვიმყოფებით უშუალოდ იმ საწარმოში, სადაც საბოლოოდ მზადდებოდა შენი სამზარეულო. ახლა უნდა დავწესოთ და ავაწყოთ, რომ დაზღვეულები ვიყოთ ყველაფრისგან. აქვე გეტყვი, რომ შენი სამზარეულოს ყველა მასალა, ყველა ნაწილი 4-ვე მხრიდან იქნება დაწიბავებული, რაც გულისხმობს, რომ გესმის შემიხვა. ხო, რაც გულისხმობს, რომ შენი ყველა ნაჭრის, ყველა მხარე იქნება აი ასეთი, უბრალოდ ზედაპირის მსგავსი ფერის და ანუ 4-ვე მხრიდან იქნება დაწიბავებული. ახლა ვაწიბავებთ საბოლოო ნაწილს, უკვე ეს ორი მხარე გავაკეთეთ, დამატებული იქნება აი ეს ორი მხარე და 4-ვე მხრიდან იქნება ლამაზი. საერთოდ ვერ იგრძნობ ლამინატის სუნს და გონი ზუსტად ისეთი სამზარეულო გამოდის, როგორც გინდოდა. წავედი. დაწიბავებული დეტალები მოდის ამ უზარმაზარ დანადგართან, რომელიც იდეალურად ხრიტავს ამის ზედაპირს, ისე რომ ერთმანეთში ჩართულდეს როგორც IKEA-ს ავეჯის ნაწილები, ანუ უმარტივესად და მაგას საწყობის დროს გაჩვენებ ჩემს სახში. When that gray sky's full of rain now, but no one seems like you never see the sun. გინდა რა ეს ჩემი სამზარეულო არის, რომელიც მალე ჩემს სახში აღმოჩნდება და მე აი ამ ხელებით და რამდენიმე ხელოსნის დახმარებით ამას ავაწყობ, გავაცოცხლებ, რომ მალე გავაკეთო ჩაქაფული. მზად ხარ? სანამ დორემის ჯგუფი ჩემს სამზარეულოს ჭრიდა, მე სხვებისთვის MDF-ს ვღებავდი. საკმაოდ კარგი ფერი აურჩია სხვათა შორის. ასე აკეთებ შიგნით? გინი. გეუნებით, არ ვის დახმარება არ მინდა და ჩემი წავიღებ ჩემს სამზარეულოს. არ მინდა ეხლა რა დახმარება რა. ესე იგი, ჩემი სამზარეულო დავჭერი, სხვების MDF-ები შევიღებე, ჩემი სამზარეულო ავაწყე, ახლა ჩამტვირთავინ და წავედით. თან მექანიკა ამათ არიციან, რომ მექანიკის მართვის მოწყობაც მაქვს. აიცად პირველი სიჩქარისად იყო. ამის აწყობა უფრო შრომატევადია. Celsius-თან მქონდა კოლაბორაცია და რომ ვთქვი, რომ Celsius გულები გაუსპამეთ კომენტარებში, მეთქი და ძალიან ბევრმა რა დაწერა კომენტარი. შეგიძლიათ დორემისაც დაუწეროთ. არავის ხორია, მაგრამ მგონი მაგრა გავუსწორდებათ რა. არა
რადგან მარტყოფილო ფარდობრები. შენი სამზარეულო მოწონს მაგარია კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამზარეულოში აბა მოგწონთ ახლა უნდა მოგიყვეთ როგორ მოვედით აქამდე? აი ეს ულამაზესი ფერი, დორმის გუნდთან ერთად შევარჩიე და ამ ფერის კოდი არის გინდა იჯერეთ გინდა რა 121. ამ კოდის ცოდნის გარშე ფერი ვავარჩიე მითხეს რომ 121-ია და მეთქი ვა, ანუ ჩემი სამზარეულოს ფერია რა. აი ზუსტად აქ არის ნიჟა რა, ონკანი და აი ესე თან გარეთ იყურები და თან ჭურჭელს რეცხავ და ჭურჭლის რეცხვა ასეთი სასიამოვნო არასდროს არ ყოფილა ხდები? აი აქ არის გამწოვი და აი აქ არის გასქურის ზედაპირი. იმიტომ რომ დიდად რაღაცების გამოცხობას არ ვაპირებ. მაქვს ზედა სათავსოები, ქვედა სათავსოები, აქაც მაქვს სათავსო. სამზარეულო მოვიტანეთ, მოვიდა დედა ჩემი შეაფასა, მოეწონა და პირველი კითხვა რაც დამისვა იყო და ტექნიკა ტექნიკას რა თქმა უნდა ელიტში მივაკითხავთ. მოკლედ ელიტიც არ დაგზარდა ერთმანეთთან საინტერესო პროექტებზე ვითანამშრომლეთ და ელიტიდან გვაქვს გორენიას მაცივარი, რომელიც შემითავარჩია რა კრიტერიუმებით? არ ვიცი. უნდა ყოფილიყო მშრალი ქვევით უნდა ქონოდა საყინულე, უნდა ყოფილიყო კომპაქტური, ჩემს სამზარეულოში უნდა ჩატეულიყო, უნდა ყოფილიყო შავი. ხო და არ ვიცი რა როგორ გადავანაწილოთ ამ ვიდეოში ელიტსაც უნდა უთხრათ მადლობა და დორემის ჯგუფსაც. დორემის აი ამ ყველაფრისთვის და ელიტს იმისთვის რომ აი აქ გვაქვს გასქურა და გვაქვს საოცარი გამწოვით. ფაქტია რომ ყველაფერი ესე ძალიან მყარად კარგად დგას და ამ მოწყობის პროცესითაც მაგრად ვისიამოვნე რა. აი როგორ ვისიამოვნე იცით? მაგრად ვისიამოვნე რა. მოკლედ მე და ხელოსნები ვაწყობთ ამ სამზარეულოს და მეუბნებიან რომ შენ სადაური ხარო და მე ყოველს ვეუბნები რომ კახელი ვარ თქო, იმიტომ რომ არ ვიცი, კახეთში მაქვს სოფელი, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება ბებია ჩემი სოფელია და არ ბაბუა ჩემს და მეთქი კახელი ვარ, რა გვარი ხარ? მეთქი გიუნაშვილი. არ ვიცი იცოდით თუ არა ჩემი გვარი და ხო და რაზე გიყვები ახლა რა გამოვიდა ბოლოს სამმა მარტყოფელმა ეს სამზარეულო როგორ ავაწყეთ ისი? ბზრიალებდით. აწყობაც მასწავლეს ახლა რა ხო გაჩვენეთ ქარხანაში რომ ამ ნაჭრებს როცა ვამუშავებდით და 4-ვე მხრიდან ნაწიბური რა ქონდა მე ესე ხრეტდით რომ მე ჩამჯდარიყო ესეთ სპეციალური IKEA-ს ავეჯ რაც აქვს რა ხო და ნახეთ რა საყვარელობა სარმე ჯესი ჯეიზე ვგრიალებდი ჩემი სამზარეულო ეწყობოდა ჩამოვედი მოვიტანეთ აქ ადგილზე ავაწყეთ ელიტიც წამოგვეწია ტექნიკით აღჭურვა და ეხლა ერთადერთი რაც არის დარჩენილი არის რომ დორემის გუნდის ეს პროფესიონალი ხელოსნები უნდა მოვიდნენ ხვალ და ჩამიყენონ ნიჟა რა, ონკანი, გამწოვი და გასქური ზედაპირი. ტექნიკა გვაქვს და დანარჩენი რაც შემოვთვალე უკვე ელიაოს ამბავია რა. აი ეს უნდა დავახედრო ხვალ ხელოსნებს. აქ გვაქვს გამწოვის მილი, შავი, მაგრამ რადგან ყველაფერი შავია. ანუ აქ იქნება გამწოვი, აქ ესე ლამაზად ავა მილი ზევით. ზევითაც ისე გვაქვს მილი გაყვანილი, რომ მაქსიმალურად მოვიგო ადგილი თაროების სახით და მერე გავა გარეთ. ხო და გამწოვის მილი,
ულამაზესი ონკანი. დამეზარო ჩვენება. ეხლა ვაწარ. ულამაზესი ონკანი. ნახეთ რა მაგარია. მადლობა ჩემს მეგობარს, რომელიც ელიავაზე თავის საქმეებში დამატარებდა ხოლმე. ახლა ზეპირად ვიცი რა სად არის. განყოფილებიანი ნიჟა რა, რომელსაც ამ ბიჭმა მითხრა, რომ ისე არის დამუშავებული, რომ არ იკაწრებაო და ვნახოთ ერთი რა. ახლა ნახეთ რა ხდება. ეს სახელურები თავიდან რომ უნდა დამეხოდრებინა, როცა სამზარეულოს ვაწყობდით. მაგრამ იმ მომენტში რაღაცა სხვა რაღაცების რომ მქონდა საყიდელი, მეთქი ჯერ ფული არ მაქვს, მაინც მე უნდა ჩავაყენოთ და ცოტა ხანი დავსტოპდით. ელიავაზე მე ზუსტად მქონდა წარმოდგენილი, როგორი დიზაინის სახელურები მინდოდა რა. შავი, მატი, აი ესეთი ძალიან სადა რა. არც ისეთი ტრილიონებს რო ვიხდით და რაღაცა თითებზე რომ მომეფათუროს და რომ მაკოცოს ყოველი შეხების დროს სახელურმა არა. მოკლედ ლამაზი სახელური. მივედი ავორჩი ესე კი იქნება, ესე იქნება ყველგან რა. ანუ აქ. ჯერთი რა შავი მაგარ მოუხდება, მაგრამ ყველაზე მაგარს გეტყვით. ეს ავიღე 6 ლარი და თვით. და უკითხე. ეს რა სიგრძეა თქო რა. გამოცნობა თქვენთვის მომინდვია. კაი, არც არ გაწვალებთ ახლა რა. 21 სანტიმეტრი არის აი ამის სიგრძე. აგრად გამისწორდა. მეთქი დაუშვი. დაურეკე დორემის ჩემს დიზაინერს. გიგა აქეთან მოკითხო მინიჭერის ახალგაზრდა. და უთხარი გიგა ბოლო ჯერ გაწუხებ, უბრალოდ მითხარი 21 სანტიმეტრიანი სახელური რო იყოს, რამდენად ოკეია და მითხრა ყველაზე პატარა კარადა არის ეს, ამაში ეტევა ნორმალურად, ამიტომ იყოსო და რა თქმა უნდა იყოს. ამ აგურებს ხედავთ? ეს აგურები თავისით, ჩემო კარგო, არ გაიკვრებოდა. ეს აგურები ვიყიდე თითო-თითო შევუკვეთია ესე რა, ფართობი უთხარი. ბევრი მომივიდა 6 კვადრატისთვის უთხარი და ეს, რა ვიცი, 1 კვადრატიც არ არის მგონი, კვადრატი ნახევარი. თითო-თითო ეს არის დაჭრილი თეთრი აგური რა. წებოცემენტი გადავუსვი. მივაკარი. გამოვიდა საოცარი. ეს იყო ერთი დღის ამბავი. ძალიან კარგი გამოვიდა მოკლედ. არ მინდოდა არც აქ ფილა, არაფერი. შეიძლება ეხა მიეწუწოს, მოეწუწოს, რაღაცა გაჭუჭყიანდეს, მაგრამ თეთრი საღებავი გადავუსვი და იხარე და იბედნიერი და გამრავდი. მე მომწონს ეს აგურები. ხო და რავი რა, ეს სამზარეულო ყველას ძალიან მოეწონა. ყველას კი არა, მე ძალიან ყვაყოფილი ვარ. დასრულებულსაც გაჩვენებთ, როდესაც ეს ყველაფერი შეიფუთება, ამ ზაფხულს უნდა მოხდეს ეს ყველაფერი სასწრაფოდ. როდესაც მეკითხებით, როგორ დამიჭიროთ მხარი. უბრალოდ ამ ეტაპზე ძალიან გამიხარდება კომენტარებში დორემის ჯგუფს და გუნდს თუ გაუსპამოთ, აი ამ ფერის გულებს, გინდა ცისფერი, გინდა ლურჯი იყოს. საერთოდ არ არის მაგათი ლოგოს ფერი. მაგრამ ხო გამისწორეს და ეს ფერი სამზარეულო გამიგეთეს და თუ არ დაგეზარებათ ცელსიუსი რო გამოვაშტერეთ, ამხელა უკუკავშირით, ამხელა მხარდაჭერით, დორემიც გამოვაშტეროთ რა და 1-2 ელიტსაც თუ მეტყვით რომ ამა ელიტ ყოჩაღო, საერთოდ მაგარი იქნება. ეს სამზარეულო პირველ რიგში მე ძალიან მომწონს, ჩემი მეგობრები რომ მოდიოდნენ მათ რეაქციებს ვიღებდი და ყველას ძალიან მოსწონდა. და მიხარია რომ საბოლოოდ გამოვიდა ისეთი როგორც მინდოდა. და აქვე ვეტყვი დორემის ჯგუფს რომ თქვენ გამო ჩემი მეგობრები რომ ჩამოდიან იმ დიდ ოთახში აღარ ერთობიან, ანუ აქ ვართ ხოლმე. ახლა რაღაცა სკამს ვიპოვი შესაბამის ზომას რაღაცა და უფრო დიდ დროს გავატარებთ. თან დილით რო იყვზებ და მზე რო შემოდის და აქ რომ მუშაობ, საოცარია. დიახ, ასეთი იყო სიახლეები ჩვენი სახლიდან. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და გვიკომენტარით რა მოგეწონათ ამ ეპიზოდში და რა არ მოგეწონათ და ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად დავიკითხავთ. შემდეგ ეპიზოდში უბრალოდ მოვათ და ვნახავთ როგორ დავასრულეთ მე და დორემი ეს ყველაფერი. და რაღაც მაგარი სახელია რა, აი ითხოვს დორემი ითხოვს რომ პიანინო მოვიტანო ამ სახლში სასწრაფოდ. რომ დორემი, ხვდები? დორემი. ყველაფერში გამისწორეს, მხოლოდ მარშრუტკა არ დამოძრავინეს, არ ჩამომატარინეს ჩემი სამზარეულო ჩემი თაკ. იმიტომ რომ მექანიკა იყო და ვერ დავძარი.